ბრიტანული სანქციების დაწესების შემდეგ განმარტებები ბრიტანეთის მთავრობისგან არაერთხელ მოვისმინეთ. ამჯერად უკვე თავად სანქციების აღსრულების ოფისი იყო ის, ვინც განმარტა, რომ თუ სანქციები დაირღვევა, შესაბამის ზომებსაც მიიღებენ ინდივიდუალური სუბიექტები თუ კომპანიები. როგორ მუშაობს ეს სისტემა? სპეციალისტები ქართულ ოცნებას ახსენებენ, რომ ბრიტანეთი სანქციების დაწესების შემდეგ გამადიდებელი შუშით აკვირდება იმას, თუ როგორ სრულდება მისი ფინანსური სანქციები. ეს ნიშნავს, რომ ახლა ყველა კომპანია, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს სანქცირებული ტელეკომპანიების დახმარებას, არის გამადიდებელი შუშის ქვეშ და შესაბამისად ყველა ეს პირი აყენებს საკუთარ თავს მეორადი სანქციების წინაშე. პირველი კონტროლი განსაკუთრებით იქნება ლონდონის ბირჟაზე დალისტულ ქართულ ბანკებზე და ამის შემდეგ უკვე საერთაშორისო კომპანიები მოექცევიან ბრიტანეთის ყურადღების ცენტრში. უნდა ველოდოთ უშუალოდ ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ მოქცეული კომპანიების მიმართ შემოწმებას ან გადამოწმებას ინფორმაციის. ამ შემთხვევაში საუბარი არის სისტემურ ბანკებზე, განსაკუთრებით კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებენ, ისინი იქნებიან ობიექტები დაკვირვების და შემდეგ რეაგირების. ყველაზე მარტივი გადამოწმების გზა იქნება იმ კომპანიების იდენტიფიცირება, რომელიც ანთავსებენ სარეკლამო რგოლებს ტელეიმედში მაგალითად, ხო? არსებობს რისკი, რომ გარდა ტელეკომპანიებისა უკვე ამ კომპანიებზეც მოახდინოს გავრცობა სანქციების ბრიტანეთის მთავრობამ. მთელი არსი სანქციების არის, რომ მას შეუჩერდეს დაფინანსების წყაროების მიწოდება. ბრიტანული სანქციების შემდეგ ქართული ოცნება თავდასხმის რეჟიმში იმყოფება. დღესაც იგივე ტაქტიკა ჰქონდა ივანიშვილის გუნდს. სანქციების აღსრულებაზე დასმული კითხვის პასუხად ქართული ოცნების წევრები ამტკიცებენ, რომ ახლა თავისუფალი მედია ბრიტანეთისგან იცავს თავს. არანაირი სანქცია არ არსებობს თავდასხმა, არსებობს უცხო ძალის თავდასხმა საქართველოს თავისუფალ მედიაზე და აგრესორის თავდასხმის წინააღმდეგ არსებობს თავდაცვის უფლება. ეს არის საერთაშორისო სამართლი და გაეროს მიერ აღიარებული უფლებები. აგრესორს წინააღმდეგ თავდაცვის უფლება აქვს ყველას და მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალ მედია თავი დაიცვას აგრესორისგან. ეს არის უსამართლო მოცემულობა დღევანდელი საერთაშორისო წესრიგისა, ყოველად უსაფუძვლოდ, უსაგნოდ. მტკიცებულების გარეშე ბრიტანეთის ხელისუფლება ასანქცირებს საქართველოში თავისუფალ სიტყვას. და დღეს, როდესაც თავისუფალი სიტყვა საქართველოში ცდილობს თავი დაიცვას, აქეთ გვემუქრებიან კიდე, რომ თუ კი გადარჩება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ეს უფლება იქნება დაცული საქართველოში მიუხედავად ამ აგრესიის და თავდასხმისგან, ჩვენ კიდევ უფრო მეტ აგრესიას მოვიმოქმედებთ ამ ყველაფრის მიმართულებით. ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს გაგზავნილ კითხვაზე ერთ კვირაში ორჯერ უპასუხა სანქციების აღსრულების ოფისის ხელმძღვანელმა და ორივე განცხადებაში ძალიან მკაფიო იყო ბრიტანეთის პოზიცია. აქ განცხადებებში წერია, რომ სანქციების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ისინი პროპორციულ აღსრულებით ზომებს გაატარებენ. ეს იყო ლიკა ჯანყარაშვილი, ნახეთ მისი რეპორტაჟი პირველებში 8-ზე. წმინდა